ღონისძიებაში ეს არის უნიკალური პროექტის გაგრძელება. დღევანდელი აქტივობა ეხება ისევ ჩვენი ბორჯომის დევნილ ახალგაზრდებს. უნიკალურია პროექტი თავის შინაარსით, განსაკუთრებით ამ პროექტში ჩართულობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს ცენტრის, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდობის სააგენტოს და რა თქმა უნდა ჩვენი აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა ამ დიდ და მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც მონაწილეობს როგორც მინიმუმ 300 ახალგაზრდა დევნილი ბავშვი, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა მათი უნარჩვევების განვითარებისთვის, მათი შესაძლებლობების პერსპექტივაში წარმოჩენისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ყველაზე კონტაქტური და ეფექტური შესაძლებლობა კარგი ცოდნის და გამოცდილების შეთავსება დასვენებასთან ერთად. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მათთვის, ახალგაზრდებისთვის იმ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების და კურსის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება, რასაც ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია ქვია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ანტიდასავლური ნარატივები და დეზინფორმაცია ავრცელებს განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ არის სწორედ რომ ეს სამიზნე აუდიტორია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მომავალში ძალიან საინტერესო პროგრამებს და პროექტებს განვახორციელებთ სწორედ მათთვის. ბავშვებს მიეცათ საშუალება, რომ მოინახულებინათ ვარძიის უნიკალური კომპლექსი. შემდეგ ჩატარდა რიგით მეოთხე სემინარი შეხვედრა, სადაც ბავშვებმა საინტერესო შეკითხვები დასვეს და ვფიქრობ, რომ კარგი ღონისძიება იყო იმ მხრივ, რომ იყო ინტერაქტიული, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გადავეცით ბავშვებს, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ. დაახლოებით 300-ზე მეტი ბავშვი იღებს ამ აქციაში მონაწილეობას და დღეს ერთ-ერთი ამ აქციის მასპინძლები ვართ ჩვენ დღეს ასმეძის მუნიციპალიტეტი. მინდა მადლობა გადავუხადო ამ იდეის ავტორებს ყველას და მათ განხორციელებაში ჩვენც მინდა რომ წვლილი შევიტანოთ და ხელი შევუწყოთ იმისათვის რომ ხორციელდება ახალგაზრდებისათვის გაეცნოთ თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში, ასევე ჩვენი ისტორიული, კულტურული ძეგლების დათვალიერება ხდება, ეცნობიან ჩვენი მომავალი ახალგაზრდები და მომავალი თაობა როგორც ჩვენს ისტორიას, ასევე დღეს მიმდინარე პროცესებს საქართველოს ევროპასთან ურთიერთობისა და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში.